დღეს გამართული განხილვისა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესახებ უმრავლესობის შეფასებას უკვე ზურაბ ტყემელაძისგან მოვისმენთ და გავგაცნობს ის პირდაპირ ეთერში, რომელიც ჩაგორთება ქუთაისიდან ჩვენს ეთერში. საღამო მშვიდობის ბატონო ზურაბ, მადლობა რომ გამონახეთ და გვერდებით ეთერში. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონო ზურაბ, დავიწყოთ იმით, რომ მოგესალმებით, გამარჯობა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ფინანსთა მინისტრმა ბატონო ზურაბ დღეს თქვა, რომ ეს ბიუჯეტი ზუსტად ასახავს ქართული ოცნების ყველა დაპირების შესრულებას. რამდენად რეალისტურია ეს განცხადება და თუ კი ვთქვათ, ასე იქნება, რა უნდა შეიცვალოს მაგალითად კონკრეტული მოქალაქეებისათვის? განცხადება რეალისტური კი არ არის, განცხადება არის სწორედ იმ დაპირებებიდან გამომდინარე, რომელიც დაპირებებიც გაიცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან და მომდევნო არჩევნების დროსაც მინდა გითხრათ და რაც შეეხება მის შესრულებას, ნამდვილად ვართ დარწმუნებული და ვიღებთ პასუხისმგებლობას ის უმრავლესობის ის წევრები, რომელმაც დაუჭირეთ მას მხარი და გარდა ამისა მინდა ცალსახად დავაფიქსირო. ბიუჯეტს დაუჭირა აღარ მახსოვს 82 იყო არც ერთი დეპუტატი, მაგრამ წინააღმდეგი არც ერთი არ ყოფილა. თავი რო შეიკავეს და არ მიიღეს მონაწილეობა სხვა, მაგრამ წინააღმდეგი ამ ბიუჯეტის სასწრაფოდ არ ყოფილა. უფრო მეცაც გეტყვით, როცა ოპონენტები გამოდიოდნენ, ყოველთვის სხვადასხვა საკითხებზე საუბრობდნენ, რომ აი ეს ძალიან კარგია, მაგრამ ნუ რაღაცა სხვა მიმართულებით. აი ეს ძალიან კარგია, მაგრამ რაღაც სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულება და ყველა სურვილი რო დაკმაყოფილდეს შეუძლებელია, არ არსებობს ალბათ ქვეყანა სადაც ბიუჯეტის კმაყოფილი და იყოს მოსახლეობა და ცხოვრების კმაყოფილი იყოს და ოპოზიცია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ჩვენ უნდა შევადაროთ გასულ წლებს, გასულ პერიოდებთან მიმართებაში. არა მაქვს მე აქ ლაპარაკი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს ბიუჯეტი ბევრად უკეთესია ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მიმდინარე უკეთესი იყო ვიდრე წამენი წლის და ასე შემდეგ. ხო, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესაძლებლობა რო ყოფილიყო სოციალური მიმართულებით დაფინანსების ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება მარტო სოციალური მიმართულებით წავიდეთ და წარმოების განვითარება და ბუნებრივი ეკონომიკის განვითარებისკენ არ ვიფიქროთ, იცით თქვენ რომ ინფრასტრუქტურის პროექტებისათვის მილიარდზე მეტია დაფინანსებული მომავალი წლის ბიუჯეტზე. ბადრო? დიახ, საკმაოდ სოლიდური თანხებია თქვა, ამაზე გეთანხმებოდით. უბრალოდ თვითონ საკმაოდ დაბალანსებული არის მიმართულებები, როგორც გადანაწილდა სახსრები და ფინანსური რესურსი. კიდე მინდა გითხრათ, როცა ნეიტრალური ადამიანი უყურებს დაფასებს, რა თქმა უნდა დაბალანსებულია. როცა ცალ მხრიდან შევხედოთ, შეიძლება ზოგს რაღაც მიმართულებაზე ქონდეს გულწრფელა, ზოგს შეიძლება სხვა მიმართულებით ქონდეს, არა? აქედან გამომდინარე, არ შეიძლება რომ ყველა სურვილი იყოს გათვალისწინებული. რაც თავია ბალანსი, მართლა დაბალანსებულია და შემდგარია. იქ არის განათლების მიმართულებით, სამინისტროს მიმართულებით, იქ არის სოფლის მეურნეობის, თავდაცვის სამინისტრო, ტოლობითა და განსახლების, ყველა მიმართულებით არის ზრდა და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით იქ არის საწარმოო საქართველოს აი პრემიერის ინიციატივით პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანის დასაქმების პროგრამას ეთანადება და უწყობს ხელს და ბევრი მიმართულება, ძალიან ბევრი მიმართულება და მათ შორის რა თქმა უნდა კიდევ გაზრდილია სოციალური პროექტები, სოციალური მიმართულება. ბატონო ზურაბ, დღეს განხილვისას საკმაოდ ისეთი აქტიური დებატი წარიმართა იმ აუთვისებელ თანხებზე, რომლის დახარჯვაც სამინისტროებმა წელს ვერ მოახერხეს. აპირებთ თუ არა უმრავლესობა რომ მიიღოთ ამ კუთხით უწყებების ხელმძღვანელებისაგან განმარტებები და გაქვთ თუ არა კითხვები, რატომ ვერ აითვისეს ეს თანხები ბიუჯეტიდან რაც იყო განსაზღვრული? რა თქმა უნდა, როცა წელი დასრულდება და საბოლოო შედეგი იქნება დადებული, ჩვენ მოვიწვევთ ვალდებულიც ვარ და აუცილებელიც არის მოვიწვევთ კომიტეტზე ყველა შესაბამის უწყებებს, მხარჯავ ორგანიზაციებს, რომლებაც მოვითხოვთ პასუხს და მოვისმენთ, რატო ვერ მოხდა მხარჯავი ორგანიზაციების მიერ შესრულება. თუ კი რა თქმა უნდა, ასეც იქნება ადგილი. მოვითხოვთ რა თქმა უნდა ინფორმაციებს ყველა მიმართულებით, ჩვენი სფეროს მიმართულებით, მაგალითად ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ეკონომიკის სამინისტრო, სადაც ჩატარდა ტენდერები და დაუშვა ტენდერების ხშირად ჩასვლას ჰქონდა ადგილი ან პირდაპირ შესყიდვას. რა გამოიწვია, რა არის, როგორ არის და სწორედ ამის გაანალიზების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას და მივიღებთ გარკვეული სარეკომენდაციო შეთავაზებას მთავრობის მიერ. კი ბატონო. ბატონო ზურაბ, გარდა ოპონენტებისა, უმრავლესობაშიც ისმოდა დღეს გარკვეული პრეტენზიები, მაგალითად თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ქართული დიპლომატები, ვინც სხვადასხვა ქვეყნებში მისიას ასრულებენ, მათზე არ ზრუნავს მთავრობა და მოითხოვა მათი დაზღვევა, ასევე მან აღნიშნა იმ ციტირებას ვახდენ, რომ სირცხვილია, როდესაც მომჟებივი თქვავს ჩვენი დიპლომატები ვან, რატომ არის თქვენს გუნდში ასეთი შენიშვნები და იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას, რას გულისხმობდა თინა ხიდაშელი? მე
მე მოგახსენეთ კიდევაც რომ ყველა და ყველა მიმართულები და ყველა სასიამოვნო ბიუჯეტი ნამდვილად ვერ იქნება, იმიტომ რომ ზოგს ადარდებს პენსიონერი, ზოგს αδარდებს ბუნებრივი სოციალური დაუცველი, ზოგს ადარდებს აბსოლუტურად ობიექტურად დიპლომატიური კორპუსი, რომელიც უნდა იყოს წარმომადგენლობითი და სახე ჩვენი ქვეყნის მწყვეტში, მაგრამ ამას ყველაფერს ერთიანად ბუნებრივია ცოტა რთულია გავითვალისწინოთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ და ცდილობს ფინანსთა სამინისტრო რომ იყოს დაკმაყოფილებული. კი ბატონო, და საუბრის ბოლოს კიდევ ერთი კითხვა მექნება, ოპოზიციამ არ მიიღო კენჭისყრაში დღეს მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტს, ალბათ არ ყოფილა ბევრისთვის ეს მოულოდნელი, თუმცა საინტერესო როგორ ხვდებით თქვენი ყოფილი თანაგუნდელების, ანუ თავისუფალი დემოკრატების კრიტიკას? ყველას აქვს თავისი პოზიცია, ბუნებრივია, ჩვენ გარდა იმისა, რომ კოლეგები ვართ, გარდა ამისა მეგობრებიც ვართ, ამ მომენტისათვის განსხვავებული პოზიცია გვაქვს, ეს არის სრულიად საღი დემოკრატიული პროცესი და მე პატრიოტებსა მათ მოსაზრებას და მათ პოზიციას. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამონახეთ დრო და ჩაგვერთვით პირდაპირ ეთერში, მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ქუთაისიდან პარლამენტიდან საუბრობდა უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე ჩვენს პირდაპირ ეთერში.